მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გავხსნათ, ვინაიდან გვაქვს კვორუმი. დღეს ჩვენ გვექნება ორი საკითხის განხილვა. პირველი ეს არის რომელსაც მესამე მოსმენით განვიხილავთ ცვლილებების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში, ხოლო მეორე საკითხი ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ კორდულაძის, თორნიკე გეჭეიშვილის, დავით მათიკაშვილისა და სხვების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც პირველი მოსმენით განვიხილავთ. გთხოვთ კენჭი უყაროთ დღის წესრიგს. ვინაიდან ტექნიკური საკითხები არის და ვარ ასევე მოხსენებელი, მე გაგაცნობთ მოკლედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას. პირველი საკითხი, რომელიც არის ცვლილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში, მესამე მოსმენით განიხილება და მხოლოდ რედაქციული ხასიათის, მინდა ასე ვთქვათ, ორთოგრაფიული მოწესრიგება მოხდა ამ ინიციატივის და სხვა სახის ცვლილებები არ გვაქვს, თუ დამატებით კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, შემიძლია გიპასუხოთ. და რაც შეეხება მეორე საკითხს, სადაც უკვე საბიუჯეტო კოდექსში განვიხილავთ ცვლილებებს, აქაც ტექნიკური ცვლილება არის, ვინაიდან ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე სამი მოსმენით იმსჯერა და მხარი დაუჭირა იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმას. და ამ მიმართულებით, როცა ჩვენ გვქონდა ინიციატივა, ეს დაინიცირებული, მაშინ იცით, რომ საბჭო ამ იურიდიული დახმარების სამსახურისა არ უქმდებოდა, ხდებოდა მხოლოდ მისი ფუნქციების ცვლა, მაგრამ საბჭოს, როგორც ვთქვათ, სტრუქტურა არ რჩებოდა ინიციატივის დროს და შემდეგ უკვე განხილვებში გამოიკვეთა, რომ მისი საჭიროება აღარ იყო და აქედან გამომდინარე საბჭო უკვე გაუქმდა. დამატებით საჭირო გახდა ერთი ინიციატივაში ცვლილების შეტანა ტექნიკური ხასიათით, სადაც ბიუჯეტთან დაკავშირებით წერი არის ნახსენები საბჭო და აქედან გამომდინარე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით საკანონმდებლო ჩარჩო მოწესრიგებული იყო საბიუჯეტო კოდექსში შევიტანეთ ეს ცვლილებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამის მუხლში საბჭოზე მითითება აღარ იქნება და ის ამოღებული იქნება. ეს ამ ხასიათის ცვლილება არის. დამატებით კითხვები შეგვიძლია გიპასუხოთ, თუ არა და ჩვენ ასევე შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრას. მასაც კითხვები არ არის, ამიტომ კენჭისყრაზე დავაყენებ ჯერ პირველ საკითხს ცვლილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში, ვინ არის მომხრე რომ მესამე მოსმენით დაუჭიროთ მხარდაჭერილია ერთხმად და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს, ასევე პირველ რიგში იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციას და იუსტიციის სამინისტროში ციფრული მმართველობის სააგენტოს, ნამდვილად ფასდაუდებელი იყო მათი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. და ეხლა გადავართ მეორე საკითხზე, ვინ არის მომხრე რომ მხარი დაუჭიროთ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებს პირველი მოსმენით. აქაც ერთხმად არის მხარდაჭერილი. მადლობას მოგახსენებთ კოლეგებო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობისათვის. ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია და ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ კომიტეტის ხდომა. მადლობა.